ნიკო რო დაიბადა, 6 თვემდე არაჩვეულებრივად იზრდებოდა, ვითარდებოდა და დაახლოებით 6 თვის ასაკში დაიწყო პრობლემები. დაიწყო წონაში კლება. ენერგია აღარ ქონდა ისეთი, როგორც მანამდე ქონდა და ძალიან ენერგიული ბავშვია ზოგადად. საჭმელს ვეღარ ჭამდა, ყლაპვა უჭირდა და მოკლედ უფრო და უფრო რთულდებოდა დღითი დღე. ამ პერიოდში სულ დავყავდა ექიმებთან. და ძირითადად უკავშირი იყო ხოლმე ძალიან ისეთი ზედაპირული რა, რომ მოდი ცოტა ხანი რზე არ მიცეთ, ცოტა ხანი ეს არ მიცეთ, დააკვირდით და ვაშკარად ბავშვს უფრო რაღაცა რთულად ქონდა საქმე, ვიდრე უბრალოდ ღერძის არ მიცემაში იყო საქმე რა. უკვე ერთ დღესაც როცა უკვე ბავშვმა გაიღვიძა და უკვე თვალებს ვეღარ ახელდა და ისე იჯდა რომ ეს გონს აღარ იყო, ნუ სასწრაფოდ კიდე ერთხელ მორიგჯერზე გავაქანეთ საავადმყოფოში, მივიყვანეთ ექიმთან და ასუხად მივიღეთ ისე ვიგივე, რომ რამდენიმე დღე დააკვირდით. და კითხვა რო იყო რას დავაკვირდე, ანუ ბავშვი როგორ მაკვდება ხელებში, მაგას დავაკვირდე, თუ თქვენ ჩემ ადგილას დააკვირდებოდით, ანუ არ ვიცი რა გითხრაო სხვაო და ნუ მივხვდით რომ აზრი აღარ ქონდა ამათ ლოდინს და ავდექით და მოკლედ რეანიმობილით გადავიყვანეთ ბავშვი კლინიკაში. კლინიკაში შეყვანისას იქ გავუკეთეს რაღაც ანალიზები, ნუ პირველ რიგში ელექტროლიტები, იმიტომ რომ ენერგია არ ქონდა ბავშვს საერთოდ, ეღვიძა, მაგრამ ეძინა რა. და გითხრეს რომ მოკლედ კალიუმი არის 1 და რაღაცაზე, რაც იმას ნიშნავს რომ შეიძლება მალე გული გაჩერდეს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ გადასხმები, მაგრამ რა ხდება და რა ჭირს არ ვიცით. გადაუსხეს ელექტროლიტები, ფერზე მოვიდა, რაღაცა გაიღვიძა, გამოიხედა თვალებიდან, რამდენიმე დღეში ისევ იგივე დაემართა. ამავე პერიოდში მოკლედ 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა ეს ყველაფერი რა. ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდით. მათ შორის ელემენტარულ ემპათიის პრობლემას, დამოკიდებულებას. ბავშვს წარმოვიდგინეთ, არც ერთ კიდურზე ადგილი აღარ ქონდა, რომ ნემსი გაგვეკეთებინა, რომ ანალიზი აგვეღო და თითქოს არც არაფერი არ ხდება რა. ძალიან ზედაპირულად ხანდახან ცოტა დამცინავი ირონიული პასუხებიც მოგვისმენია. პლუს ის რომ ამ დაავადებას სჭირდება ძალიან ისეთი მკაცრად დაცული სისუფთავე და ისეთი ჰიგიენური გარემო. იმიტომ რომ ყველა სახიფათო ცისტური ფიბროზიანი ბავშვებისთვის არის ბაქტერიები. მოკლედ ამ 3 თვის განმავლობაში ვერანაირი დიაგნოზი რო ვერ დავუსვით, ერთ დღეს მახსოვს ვიჯექი ჩემ მეგობართან სახლში, ამ საბუთებს რაღაც ვაგზავნით, ვასკანერებით რაღაც სხვადასხვა კლინიკებში და ახალი შემოსული იყო ხელოვნური ინტელექტი, ChatGPT და მოდი მეთქი ვცდი, რავი ჩვენი რა მიდის და ვიქნებ რაღაც საინტერესო გითხრას თქო და ყველაფერი მოკლედ სრული ანამნეზი რაც იყო ავკრეფეთ, ყველაფერი შევიყვანეთ. დაგვიწერა cystic fibrosis რაღაც დაავადება, რომელიც ხსენებაში საერთოდ არ ყოფილა რა. ნუ მე იქვე ხელოვნურ ინტელექტსაც ვკითხე და ვგუგლე კიდეც და მოკლედ ყველანაირი სიმპტომი ემთხვეოდა ერთ-ერთში ყველაფერი რა. ცისტური ფიბროზი არის გენეტიკური დაავადება, რომელიც გადადის ორი მშობლის მუტაცია გადადის ბავშვზე. ანუ შეიძლება მშობლები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ იყვნენ ამ მუტაციის მატარებლები უბრალოდ. და თუ ერთ მშობელსაც და მეორეს აქვს ეს მუტაცია, დაახლოებით 25% არის შანსი ის, რომ ბავშვს გამოყვეს ეს როგორც დაავადება და არა როგორც მუტაცია. ნუ ჩვენ შემთხვევაში ნიკოს არ გაუმართლა და სამწუხაროდ როგორც დაავადება ისე გამოყვა. ავიღე ტელეფონი და ურეკავ ექიმს და გზაში ვფიქრობ, რომ ეხლა მე ამას რო ვუთხრა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტმა მითხრა, შეიძლება შეურაცხყოფათაც კი მიიღოს, იმიტომ რომ რას ქვია ეხლა მე ვერ დავუსვი დიაგნოზი და რაღაცა იმან გითხრა, მოკლედ და ამიტომ გზაში მომფიქრდა ეს რაღაცა უთხარი, რომ მეთქი ერთ-ერთმა თურქულმა კლინიკამ გამოთქვა ამაზე ეჭვი. და თქვენ რას ფიქრობთ თქო? რას მითხრა, რომ ეს რა სისულელია, საერთოდ რა შუაშია, რა კავშირშია და ნუ მე ვუთხარ, რომ მეთქი ყველა სიმპტომი ემთხვევა და ხო არ გადავამოწმოთ. რაზეც პასუხი იყო, რომ არ ვიცი, ეხლა მე მაგის დრო და ის არ მაქვს, სისულელია, შენ თუ გინდა სხვა კლინიკიდან მოიყვანე ექიმი, ჩვენთან მაგას მაინც ვერ ვაკეთებ და შენ თუ გინდა შენ თვითონვე გადავამოწმე. ნუ მოვიკვლიე, რომ არსებობდა რაღაც ორი ტიპის ტესტი. ერთი არის ოფლის ტესტი, რითიც დგინდება ამ დაავადების მაღალი ალბათობა, მაგრამ არა 100% და ასევე გენეტიკური ანალიზი, რომელიც ჩვენთან რასაკვირველია არ კეთდება. ნუ ოფლის ტესტზე მოვიყვანე სხვა კლინიკიდან ექიმები, გაუკეთეს და ჰქონდა ძალიან მაღალი მაჩვენებელი, რითიც უკვე ეჭვი დადასტურდა. და შემდეგ უკვე გერმანიაში ცენტროჯენის კლინიკაში მიუნხენში გავაგზავნეთ გენეტიკური ანალიზი და იქიდან ჩამოგვივიდა უკვე დამადასტურებელი პასუხი, რომ ბავშვს ნამდვილად ეს დაავადება აქვს. რის შემდეგაც დავიწყეთ მკურნალობა,
თუმცა მკურნალობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ეს დაავადება არ იკურნება ზოგადად. შეიძლება მართო, რომ ბავშვი უცხლე გაუხანგრძლივო, რაც შეიძლება დიდ ასაკამდე, მაგრამ ის რომ მოარჩინო ეგ არ ხდება. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ ოდესმე მედიცინაში რაღაცას გამოიგონებენ ისიც, რომ მორჩეს კიდეც. აი მაგალითად ტობრამიცინი არის ეს ანტიბიოტიკი, რომელიც გამოიყენება ერთ-ერთი ბაქტერია ფსევდომონა, ფსევდომონა სამკურნალოდ. ამიტომ მშობლებს გვიწევს, რომ თურქეთში სადღაც აი ვიღაც ნაცნობები ვნახოთ, ვინც იყიდის იქ ამ წამალს და გამოგვიზამნის. თითოეული ეს აი მაგალითად ერთი ანტიბიოტიკი ჯდება 3000 ლარი. ეს არის ერთი twins. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩვენი ხარჯით, ანუ რეგისტრირებულიც კი არ არის საქართველოში, არათუ ფინანსდება. ასევე საჭიროა ბავშვისთვის კლინიკების სტაციონარი, სადაც იქნება იზოლირებული და არ ექნება შეხება სხვა პაციენტებთან. იმიტომ რომ როგორც აღარ აღნიშნე, ნებისმიერი ბაქტერია მათთვის ძალიან სახიფათოა. რასაკვირველია, ესეთი სტაციონარი ჩვენ არ გვაქვს. მჭირდება ფიზიოთერაპიები. ფიზიოთერაპევტები ჩვენთან ამ დაავადების არ არიან. არა ძალიან მნიშვნელოვანია ზურგის მასაჟი კეთდება, რომ ბავშვმა ეს ლორწო ამოიღოს. თუ თქვა ლორწო ვერ ამოიღე, ნებისმიერი ბაქტერია მრავლდება ისევ და ძალიან მნიშვნელოვანია. ეგეც ჩვენთან ვერ კეთდება და გვიწევს სახლში ჩვენ თვითონ რაღაცა მასაჟები უკეთოთ, რომელიც ახლა ჩვენ პროფესიონალები ნამდვილად არ ვართ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ჩვენ ქვეყანაში არ არის ეგრეთ წოდებული გენმოდულატორები. გენმოდულატორი არის მედიკამენტი, რომელიც დაახლოებით 10 წელია რაც გამოიგონეს და ამ წამლის მიღების შემდეგ მოკლედ ეს დაავადება ეს მარტივ ენაზე რო ავხსნა არის ცილის გამოყოფის დარღვევა უჯრედში. ეს მედიკამენტი მოკლედ ამას ასწორებს, მარტივად რო ვთქვათ, და ფილტვში სითხე აღარ დგება. ეს მედიკამენტი უკვე თითქმის ყველა ქვეყანაში არის, მათ შორის ჩვენზე გაცილებით დაბალგანვითარებულ ქვეყნებშიც და ჯდება $30,000 ერთი თვის კურსი. ეს წამალი თან არ არის, რომ რაღაცა დალიო და იმკურნალო, ეს მთელი ცხოვრება უნდა სვა. ეხლა მთელი ცხოვრება $30,000 ყოველთვე რომ მხოლოდ ერთ მედიკამენტში გადაიხადო, ამის გარდა კიდევ ბევრი მედიკამენტია, რა თქმა უნდა, ამის საშუალება უბრალოდ არავის არ აქვს. მე რა მხოლოდ ერთი ადამიანი ვიცი ამ ქვეყანაში, ვისაც მაგის საშუალება აქვს, სხვა მეგეთი არ ვიცი არავის. სახელმწიფოსთვის დახმარება გვითხოვია არაერთხელ წინა მინისტრთანაც ამჟამად ვინც ყავს მიხეილ სარჯველაძე მასთანაც გვითხოვია, თუმცა ძირითადად რაც ვიღებთ ხოლმე არის რაღაც ესეთი სერიოზული სახით მოსმენა, რომ კი აუცილებლად აბა რა მივხედავთ და შემდეგ არაფერი არ ხდება. ბევრი ემიგრაციაში წავიდა კიდეც, სადაც მიიღო ძალიან კარგი მკურნალობა და ეს ბავშვები ახლა ძალიან კარგად არიან უკვე და ჩვენც ვცდილობთ რომ წავიდეთ და რომელიღაც ისეთი განვითარებულ ქვეყანაში გადავცხოვრდეთ ესე რომ ვთქვა, რომ ბავშვს ცდომა ჰქონდეს ამ ყველაფერს. თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მხოლოდ მედიკამენტი არ არის. მე მაგალითად ხუპების მამა ვარ, ორი შვილი მყავს და ნებისმიერ ქვეყანაში სადაც არ უნდა წავიდე, მედიკამენტის გარდა კიდევ ბევრი რაღაც მჭირდება, თქვა იქ რაღაცა დასაქმება, იქაურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, აქაური სკოლები და ასე შემდეგ და მოკლედ ცოტა რთული პროცესია რა. ჩვენ კანადა გვაქვს არჩეული სამიზნედ, იმიტომ რომ ინგლისურ ენას ვფლობთ და იქ ინგლისურად საუბრობენ და იმიგრაცია შედარებით უფრო მარტივია ლეგალურად ვიდრე სხვაგან და არ ლეგალურად წასვლა ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული და ბევრი მშობელი ვინც წავიდა და ბავშვი წაიყვანა, მხოლოდ მედიკამენტი აქვს და იმის იქით უბრალოდ ადამიანურად ვერ ცხოვრობენ რა.